საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. 2025 წელს საქართველოში 6452-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება. საქსტატის მონაცემებით 2025 წელს ქვეყანაში სულ 37867 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4,1%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით შობადობა წლიდან წლამდე სტაბილურად მცირდება იმერეთში. 2020 წელს დაბადებული 5873 ბავშვის მაჩვენებელი 2025 წლისთვის 4275-მდე შემცირდა. კლების ერთ-ერთი მთავარი ზონაა, სადაც მოსახლეობის შემცირების რისკი კვლავ მაღალია. საქსტატის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტი დაბადება თბილისში ფიქსირდება 14334 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 191 ბავშვი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონების დაცლისა და დედაქალაქში მოსახლეობის გადინების ტენდენციას. შობადობის კლებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ახალგაზრდების მიგრაცია, ეკონომიკური სირთულეები, ცხოვრების დონის გამოწვევები და დედების საშუალო ასაკის ზრდა. ბოლო მონაცემებით მცირდება 25 წლამდე ასაკის დედების წილი და იზრდება 25-დან 39 წლამდე და 40+ ასაკის ქალების მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ოჯახები შვილების გაჩენას უფრო გვიან ასაკში გეგმავენ და ხშირად ერთ ან ორ შვილზე ჩერდებიან. შობადობის შემცირება უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოწვევად ყალიბდება და საჭიროებს როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე ეფექტურ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა შემცირდეს მოსახლეობის კლების რისკი და შენარჩუნდეს რეგიონების დემოგრაფიული სიცოცხლის უნარიანობა.